სკოლასტიკა, სკოლის ვარჯიში, ანუ სკოლის სისტემა. მეტად მნიშვნელოვანი არის კაცობრიობის წინსვლისთვის, განვითარებისთვის, შემოქმედებითობისთვის, რასაც ევანდელი მატრაბაძული ტერმინი შეუსაბამეს რატომღაც კრეატიულობა და იმ სკოლის სივრცეში გამართული აკადემიური ბადით, მეთოდური სწავლებით ეს სკოლის სივრცე სწორედ იმსახურება და ზრუნავს, რათა მომზადდეს მომავალი თაობები და არ შეწყდეს ადამიანის შემოქმედებითი ისტორია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სკოლა ამაში გამართული სკოლის არსებობა ამ ყველაფერს მეტად ხელს უწყობს. სკოლა გაჯერებული უნდა იყოს ზნეობრივი საწესებით, გაჯერებული უნდა იყოს ფილოსოფიური სიღრმეებით, გააზრებული უნდა იყოს თუ რას ნიშნავს ადამიანის შემოქმედებითი საქმიანობა, ამას უფრო ჩავუყრმავდებოდი, შევჩერდებოდია და გამმართოთ რას ნიშნავს შემოქმედება. პატარაობიდანვე, დაბადებიდანვე ადამიანი თავისი მხედველობითი იმარების მეშვეობით იაგვირდება ბუნებას, პატარაობიდანვე მასში შემოდის გარე სამყარო თავისი საოცარი სურათებით და პიროვნებას უჩნდება სურვილი, რათა გარედან შემოსული გარე სამყარო გაიაზროს და თავისებურად გადმოსცეს. ანუ შემოქმედებას სიტყვას თუ ჩავორმავდებით, სწორედ ამას ნიშნავს. ანუ გარედან შემოსული შთაბეჭდილება პიროვნებიდან რომ იწყებს მოქმედებას, შემოქმედება. ამ შემოქმედებითი პროცესის აუცილებლობა, რომელიც გარანტია არის პროგრესულობის, კაცობრიობის წინსვლის, აზროვნების წინსვლის. აი ამ ყველაფერს უნდა უზრუნველყოფდეს სკოლის სისტემა. სკოლის ვარჯიშს ძალზე უწყობს ხელს ზეპირსიტყვაობა და ამხრივ კაცობრიობა ზრუნავდა და ამჟამადაც ზრუნავს, რათა ზეპირსიტყვაობა ეს იქნება ლოცვები, ხალხური ხმურებები, ზეპირი განმოსცემი, საუბრის კულტურა, ეს ყველაფერი სწორედაც რომ იხვეწება და ვითარდება იმისთვის, რათა ადამიანს შეეძლოს სულის ვარჯიში ზეპირსიტყვაობის მეშვეობით, ზეპირსიტყვაობის სხვადასხვა ფორმების მეშვეობით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე კონკრეტულად ჩვენ ქალაქებს დავუბრუნდეთ და ფერწერის მეცნიერება ტილეხელოვნების კუთხით ისეთი რამ ვთქვათ, რომ მოიხსენებათ პირველივე ფორმებიდან ადამიანების ერთად თანაცხოვრებისა, ადამიანს სურვილი უჩნდება გარე სამყაროს დანახული, გარე სამყაროს დაფიქსირებისა და იგი ღვინეებში იწყებს სხვადასხვა მასალებით, ეს იქნება ყვამარილი, იქნება თუ სხვა რამ სცენარეული ნაჟური, იწყებს ღვინეების მოხატვას, რასაც მეცნიერულად ფერწერული თვალსაზრისით მურალიზმი ეწოდება, რომელიც სწორედ მოიცავს ამ პირველ ყოფილ აზროვნების სფეროს ადამიანის. ამ მურალიზმის მეშვეობით, ანუ კონკრეტულად ადამიანის დაკვირვების უნარით, გააზრების უნარით, დანახულისა და გადმოცემის სურვილით, ადამიანში იბადება ერთგვარი სწორედ ეს სულის ვარჯიში, გააზრების რაობა და ადამიანს ქვეცნობიერად ნებსიტუნებლიეთ უჩნდება მეთოდიკაზე დაფიქრება. ანუ როდესაც ჩვენ ვეხებით თუ რა მასალით უნდა ხატოთ, ესა თუ ის მიღებული შთაბეჭდილება რა მასალით გადმოვცეთ, მასალის შესწავლა გვიწევს, მასალაზე დაკვირვება გვიწევს, მასალის თვისებების შეცნობა გვიწევს. ისამამისად ამით ისი თქმა მინდა, რომ ადამიანი როდესაც უკვირდება, აკვირდება, ესე ვთქვათ, ხერხებს შემოქმედებითი გადმოცემისა გარე სამყაროსი და იწყებს შემოქმედებას, შესაბამისად იგი
უკვე მას უყალიბდება განმოცდილება მეთოდიკისა, ეს რა მნიშვნელოვანია. რათა შემდგომ თაობას გადასცეს ადამიანმა მეთოდიკა, მიდგომები, მასალის გამოყენებისა, შრომის გადმოცემისა, ის ცდილობს თავის მომავალ თაობას სიტყვით აუხსნას, გააზრებინოს გარკვეული დოგმატური წესები უკვე ჩამოყალიბებული გადასცეს, რათა მომავალ თაობამ გააგრძელოს ამგვარი გარჯა, ამგვარი ღვაწვა და ლოგიკურად ჩვენ მივდივართ გარკვეული ეტაპამდე, რასაც უკვე ქვია სისტემატიზაცია ამ მეთოდიკის გადმოცემისა და წესების კრებულის შექმნისა და უკვე შემდგომ კაცობრიობის ისტორიული განვითარების პროცესში ამგვარ ძალიან მნიშვნელოვან წინსვლისთვის მნიშვნელოვან ფორმას აზროვნებისა დიდი ყურადღება მიექცა სწორედ ანტიკურ ხანაში. ანუ სკოლამ როგორც ასეთმა თავისი გარკვეული გამოცდილება დააგროვა და უკვე ეხებით ანტიკურ ხანას, როდესაც უკვე ადამიანი იწყებს ფილოსოფიურ ჩაღრმავებას და გააზრებას თავისი გამოცდილების. ანუ ანტიკურ ხანას სწორედ ეს გამოარჩევს შემდგომი ხანისგან, თუნდაც ამ და წინამდებარე ხანისგან, რომ სწორედაც რომ საფუძველი ეყრება კაცობრიობის ფილოსოფიური აზროვნების სკოლას, ძალიან მნიშვნელოვანს, რა თქმა უნდა. შესაბამისად, ამით რისი თქმა სურს. კი არსებობდა ერთგვარი სახელოსნოს პრინციპი ეგვიპტურ სკოლაში, რომელიც ეფუძნებოდა გარკვეულ მეთოდიკას, რადგან 19 უჯრა ახსენეთ შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ იქ მეთოდიკას ჰქონდა ადგილი, მაგრამ დასავლური კულტურის, ფერწერის კულტურის განვითარებისთვის, ქვაკუთხედი და ბალავარი სწორედ საბერძნეთში შექმნილი აზროვნების სფეროა და საბერძნეთში შექმნილი სქოლასტიკა, ანუ სულის ვარჯიშის რაობა, ანუ სკოლა ჩამოყალიბებული, რომელიც ჩვენ კარგად გვახსოვს, იწყება ტაძრული ცხოვრებიდან, როდესაც სოკრატე გადის ტაძრად, ანუ მარტო ჯდება, განმარტოვებით ჯდება, ესე ვთქვათ, განდეგილურად ჯდება და იწყებს თავის მოწაფეებთან ერთად საუბარს. ზოგადად მინდოდა აღნიშნო ორი სიტყვით ის ადრე კი ვთქვი, მაგრამ ახლა კიდე გავიმეორებ, რომ კონდეს სკოლა ერისთვის ეს არის უდიდესი საუბარი. დედამიწაზე 300-ზე მეტი ქვეყანაა და თუნდაც თქვა პერწერული სკოლა ავიღოთ, მე ეჭვება რომ ყველას კონდეს პერწერული სკოლა, ეს თეატრალური სკოლა, პერწერული სკოლა. ხუთმოძღვრული სკოლა, ეს არ არის ყველა ერის თუბრდება, არ გახლავთ, თუ გავიაზრებთ. შესაბამისად, რათა გავამჯეროთ ჩვენ სკოლის რაობის შესახებ საუბარი და ბოლოს მივადგეთ, ესე ვთქვათ, თავად საფრთხეს, მანამდე კიდევ ერთ რამეს ვიტყოდი, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლის მეთოდიკის გააზრებისას მასალებთან ურთიერთობას. ანუ მინდა შევეხო ორი სიტყვით ფერწერულ მასალებს. ფერით ხატვის ხელოვნების საშუალებებს. ადამიანმა ფერთან ურთიერთობა დაიწყო მაშინ, როდესაც დაკვირვებების შედეგად, სცენარიულზე დაკვირვებების შედეგად, გარესამყაროსთან დაკვირვების შედეგად მან გაიაზრა, როგორ შეიძლება გამოეყენებინა არსებული საშუალებები, რათა ფერი გამოედნო სცენარიული მასალიდან იქნება თუ ცხოველური ცხიმიდან იქნება თუ ასე შემდეგ, თუ მიწის მადნეულის გარკვეული რაღაც კრისტალებიდან. და შესაბამისად ადამიანმა მიაგნო გათხრობის, მოდუღების, მწვარობის შედეგად
შეზავებულს მცენარეულ თუ ცხოველურ ცხიმში შეზავებისას მან მიაგნო ერთგვარ მასალას, რომელიც ძალიან ემოციურად ძალიან ცოცხლად, ძალიან ძგერადობით ერთობ ექსპრესიულად გადმოსცემდა დანახულს, შესრულებულს ხატურის მიერ. მხედველობაში მაქვს ენკაუსტიკური მასალა და ზოგადად ენკაუსტიკური მიდგომები, ენკაუსტიკა ნიშნავს გამომცვალ, ამომცვალ, გავათბობ, დავადნობ. და სწორედ ცხოველური ცხიმის და მცენარეული ცხიმის დნობის მეშვეობით მცენარეულ პიგმენტებთან და მადნეულ პიგმენტებთან ერთად ადამიანმა მიაგნო მასალას, ენკაუსტიკურ მასალას, რომლის მეშვეობითაც ის ცვილს ათბობდა და გამთბარ ცვილს იყენებდა მონაზმის გამოსახატავად. ანუ რო გავიხსენოთ ყველაზე ესეთი ცნობილი ენკაუსტიკური შედევრები ეს გახლავთ ეგვიპტის ველებზე მიგნებული, ანუ ფაიუმის ველებზე მიგნებული პორტრეტის პორტრეტულ გალერეებს, ეს უნიკალურს ქართულ სინამდვილეს თუ გადავხედავთ, ეს გახლავთ ანჩის ხატის გამოსახულება, წიგნის ღვთისმშობლის გამოსახულება და აი თუ დავაკვირდებით რა ესე ვთქვათ მიდგომებს, ენკაუსტიკურ მიდგომებს, იქ ძალიან კარგად ჩანს მონაზმი, როგორც ასეთი. მონაზმი ძალიან მნიშვნელოვანი მონაზმი და ერთგვარად ეს მონაზმი ეხმიანება შემდგომ უკვე ჩვენი თანამედროვე დროის ერთგვარ ექსპრესიულობას. ეს ერთგვარი წრე იკვრება, ესე ვთქვათ მისტიური, თუ შეიძლება ითქვას იდუმარი, ღვთისშეწევლით. შესაბამისად, აი ენკაუსტიკური მასალის დაკვირვების და უკვე შედეგების დადების შემდეგ ადამიანი კიდევ უფრო აღრმავებს მეთოდურ მიდგომებს, იმიტომ რომ მასალის დამუშავება, მასალის შესწავლა, მასალის ახალთაობასთან ასე გადაცემა, ხო? ეს ყველაფერი მოითხოვს გარკვეულ ნუსხას, გარკვეულ მოწესრიგებას, ესე ვთქვათ, ცოდნის მიერ მოწესრიგებას, რომ ეს უკვე ერთგვარი ცოდნის ნაკადი გადაეცეს უკვე პროგრესულად ახალთაობას და ამიტომ ენკაუსტიკურმა მიგნებებმა ძალიან ხელი შეუწყო კაცობრიობის მეთოდიკის განვითარებას. აქვე მინდა კვლავ დაუბრუნდე ანტიკურ ხანას და ისე ტაძრულ ცხოვრებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მსგავსი უკვე მიდგომები არა, ეს სქოლასტიკური მიდგომები ტაძრებთან არსებული, ხო? სადაც შვიდი საგანი ისწორებოდა და ერთ-ერთი ხელოვნების საგანი იყო არა, პოეზია და ასე ვთქვათ ვიზუალური ხელოვნების დახვეწის საგანი იყო. აი ეს ერთგვარი სისტემა, ანტიკური სისტემა, შემდეგ უკვე ქრისტიანულმა სამყარომ გადმოიღო ეს მეთოდიკა, სქოლასტიკური მეთოდიკა გადმოიღო და უკვე ქართულ სინამდვილეშიც შენდება აკადემია სკოლები, ავთოს, გრემის, ელათის და აქაც უკვე ყალიბდება ეს სისტემატიზაცია სქოლასტიკური, ანუ სულის ვარჯიშის, ნარჩევებების ჩამოყალიბების სკოლისებური მიდგომა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე მასალაც მინდა ორი სიტყვით ვახსენო, ფერწერის უკვე შემდგომი, ეს გახლავთ უკვე ტემპერა უფრო წყალში იხსნება, მცენარეული და ქვამადნეული მასალისგან, პიგმენტებისგან, შენევა ხდება კვერცხის გულის წებადობის უნარში და ვიღებთ შესანიშნავ მალემშორობად, თუმცა შესანიშნავ მასალას ტემპერული სკოლა დასავლეთ ევროპაში იქნება თუ ქართული გარკვეულ საუკუნეებს მოიცავს და შედევრულ შედეგებს აღწევს ხუროთმოძღვრული ძეგლების მოხატვის სფეროში, ხო? ფრესკები იქნება თუ ხატები. მესამე მასალა გახლავთ ზეთი და აი ზეთთან ოდნავ გავჩერდები, იმიტომ რომ ზეთი აღმოჩნდა უკვე იდეალური მასალა. ძალიან ღრმა, იმდენად რომ შეიძლება ერთი სიცოცხლე არ იყოს ადამიანს ზეთის საღებავების
შესაძლებლობის შესასწავლად და ზეთის სახელმწიფოების პოპულარიზაციამ და უკვე მასიურად განვითარებამ, რა თქმა უნდა, ლოკალიზაციამ მოახდინა ტემპერის მასალას და ამჟამად ტემპერის მასალა გამოიყენება მხოლოდ რელიგიურ კერებში, ანუ ფრესკებისა და ხატების შესაქმნელად, თუმცა მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ ადამიანი, რომელმაც ჩამოაყალიბა ფერწერის ტრაქტატის მეშვეობით, უკვე გამართა და სრულყო აკადემიური ბადები და მეთოდიკური მიდგომები, ლეონარდო და ვინჩი, სულ არაფერი რომ არ ვახსენოთ, ჯოკონდა, თუნდაც ჯოკონდა არის საკმარისია, რომ ეს მოდეს ასნიშნავს სათისარებებით ხატვის შესაძლებლობა. და მე მინდა კიდევ ახსენო საიდუმლოსერობა, როდესაც სწორედ უცნაური დამხობა ხდება, როდესაც 1488 წელს დაახლოებით სრულდება პირობითად ფერწერის ტრაქტატი, დაახლოებით იმ პერიოდში მიაგნებს ლეონარდო ზეთის სარაერთოდ წერის შესაძლებლობებს და სწორედ ამ პერიოდისთვის ის იყენებს ზეთის სარაერთოებს ჯერ ექსპერიმენტალურად ბოლომდე შესწავლილი და უშუალოდ არ აქვს და საიდუმლოსერობაში იყენებს ტემპერისა და ზეთის სარაერთოების ერთობლიობის მეშვეობით ცდილობს საიდუმლოსერობის შესრულებას და სწორედ საიდუმლოსერობაში მგონი რომ კატასტროფულად დაზიანდა, ჩამოიყარა, ჩამოზვავდა, სწორედ აი ესე ვთქვათ ამ ექსპერიმენტალური შრომის შედგენა ლეონარდოს იმდროზეთის სარაერთოები ბოლომდე ჯერ კიდევ ეს გრუნტთან ურთიერთობა ზეთის სარაერთოებისამაც რეგაც შესწავლილი არ ჰქონდა და ეს ტემპერა დარჩა, მაგრამ ზეთის ჩამოიყარა და დღესდღეობით ეს საიდუმლოსერობა როგორი სახითაც გვაქვს ეს ამ ექსპერიმენტების კვალია. თუმცა შემდგომ მან დაახვეწა და შექმნა ჯოკონდა. ხო, ამ შემთხვევაში მე ვიტყოდი პარალელურად კითხვას დავსვავდი რა ხდება საქართველოში, ხო? როდესაც უკვე ლეონარდო წერს ფერწერის ტრაქტატს და აყალიბებს უკვე ფუნდამენტურად აკადემიურ ბაზისს და მეთოდიკას. ამ მხრივ უნდა ხაზი გაუსვათ სოციალურ, პოლიტიკურ, გეოგრაფიულ, ისტორიულ მოვლენებს ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ საქართველოს ისტორიული მდგომარეობა, ზოგადად პოლიტიკური მდგომარეობა ყველას მოახსენება, რომ მეტად იყო იშვიათად თუ იხინდა შესაბამისად ხინდა რელიგიური პოლიტიკა, რომელიც სასიკეთოდ მუდამჟამ ქართველ მონარქს გვერდით ედგა, რათა პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა საკითხები გადაეწყვიტა, რამე თუ მთელი უმეტესწილად მეტად გააფთრებით ვითარდა ხოლმე, შესაბამისად საჭირო იყო ძალიან ესე ვთქვათ წყარი, კაცრი, ორთოდოქსული პოლიტიკა, არა მხოლოდ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ სფეროში, არამედ შემოქმედებელ სფეროსაც ეს ამგვარი მიდგომა და ამგვარი რეალობა ყავს ამჩნევდა. შესაბამისად, თუ რატომ არ დაგვრჩა დღემდე, არ შემოგვრჩა დღემდე ამ საუკუნეებში ნამოღვაწარი საერო ფერწერა, გარკვეულწილად ამგვარი ვითარება ნათლად სცემს პასუხს. ზეთის მასალების ათვისების კუთხით, ზეთის სარაერთოების მასალების ათვისების კუთხით. რა შეიძლება სამისლოდ აღვნიშნოთ? 1712-1736 წლებში ვახტანგ მეექვსე დიდი მოაზროვნე, ჰუმანისტი, შემოქმედი ეფემ სტავნის დაარსების შემდეგ, ბიბლიისა და ქრისტიანობის განმავლობის შემდეგ, ერთ-ერთი წიგნად მოიაზრებს და ქმნის
ესეც ეწოდება წიგნი ზეთების შესწავლისა და ქიმიის ქმნისა. ანუ ზეთის ერთგვარი ნივთიერებასთან ურთიერთობა ქიმიის მხრივ გარკვეულ გამოცდილებას იძენს, რამე თუ წიგნი არ გამოიცემა, თუ მოთხოვნა არ არის ამგვარი წიგნისა, შესაბამისად უნდა იგულისხმოთ, რომ ბახრამეებს მიერ გამოცემული ეს ნაშრომი ერთგვარად აჯამებს იმ მოთხოვნებს საქართველოში, რათა არსებობდეს ამგვარ სფეროში ესეთი სახელმძღვანელო წიგნი. როდესაც საქართველო უერთდება რუსეთს, ძალიან მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა, რიცხოვნობა მოსახლეობის ძალიან მცირეა, ესეც ძალიან დიდ დახს ამჩნევს, რა თქმა უნდა, შექმნილ ვითარებას და საერთოდ ატმოსფეროს შექმნის საქართველოში, ყველანაირად შეზღუდული, პოლიტიკურად, ეკონომიკურად, კულტურული წინსვლის, ესე ვთქვათ, ერთგვარად ამკრძალავი ქართველებისთვის ამკრძალავი პოლიტიკა თვალშისაცემია და თვალნათლივ ჩანს თუნდაც დატო ბარათაშვილის პიროვნების აღხილვისას, როდესაც გენიალური ქართველი პოეტი, რომელიც შინაგან ამ პოტენციალს გრძნობს მსოფლიო მხედველობისა და უმაღლესი კულტურული საუნჯის დასამკვიდრებლად ძალუძს, რომ გარკვეული ნაბიჯები გადადგას, სწორედ რომ გავიხსენოთ დატოს სოციალური მდგომარეობა, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება და როგორი ხდება იძულებული, რათა ის მან საქართველო დატოვოს, რათა სულ მცირედი მაინც ეკონომიკური მდგომარეობა გამოიმჯობესოს და გამჯაში გადაიხვეწება, რათა თავი ირჩინოს გარკვეული სოციალური სტატუსი მოიპოვოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითია იმისა, რომ ამ დროს საქართველოში დატოსნაირი ნიჭიერი ხალხი კი არა, საერთოდ ზოგადად ძალიან რთული იყო ქართველებისთვის სტატუსურად დამკვიდრება მდგომარეობის ურთულესი იყო და თვითონ ალექსანდრე ჭავჭავაძის სათქმისაც, რომელიც შემდგომ მოგეხსენებათ, ასევე დაპატიმრებულ იქნა 1832 წლის აჯანყებისას სხვათა შორის დაპატიმრებით, თუმცა გადაარჩინა იმან, რომ იმპერატორის ეკატერინე მეორეს ნათურული გახდათ და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და გადარჩა და მე ვიტყოდი, რომ მე-19 საუკუნის საქართველოს კარიბჭეც გადარჩა, იმიტომ რომ ეს პიროვნება იყო, რომელიც ასპინძლად ედგა საქართველოში დინდარა შემოსულ სტუმარს და გარკვეული ერა კულტურული 18 საუკუნის პირველი ნახევრის სწორედაც რომ ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის მამულმა დიახაც შეიქმნა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია წინანდლის როლი მსგავსად შექმნილ ვითარების ჟამს, როდესაც ალექსანდრე ჭავჭავაძის სალონი სწორედაც ხელს უწყობს უცხოელი სტუმრების მოზიდვას, გარკვეულ შეხვედრებს, კულტურულ თემებზე საუბრებს და რა თქმა უნდა დროთა განმავლობაში ამ მამულმა და აქ მაცხოვრებელმა პიროვნებებმა გარკვეული არქივი დააგროვეს, ნაჩუქარი თუ მოძღვნილი თუ შეძენილი, გადარჩენილი სპეციალური ნიმუშების გარკვეული გალერეა ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულს თან ახლავდა და ახლაც დღემდეც ამის მოხილვა შეიძლება როდესაც წინანდლის მამულს ვათვალიერებთ. აქვე მინდა აღნიშნო მეორე ხაზი საქართველოს კულტურული კერისა, ეს გახლავთ დადიანების სასახლე, ძალიან მნიშვნელოვანი ასე მამული, რომელიც ძალიან ლოგიკურად უკავშირდება წინანდლის მამულს, რამე თუ ეკატერინე ჭავჭავაძე, ალექსანდრე ჭავჭავაძის მეორე ქალიშვილი გადმოდის საცხოვრებლად დადიანების მამულში, როდესაც იგი თხოვდება დავით დადიანზე და აქ შემდეგ თავის გარკვეულ გამოცდილებას წინანდლის სალონური ცხოვრებისა თუ კულტურული წინასვლებისა ეკატერინეს გადმოაქვს და ამბიდრებს. ვიტყოდი დადიანების
სასახლეში ანვითარებს ამგვარ შეაბრძოლებს კულტურულს. აქვე მინდა აღნიშნო კიდევ ერთი რამ. თბილისში იწყებს ფუნქციონირებას ესეც მნიშვნელოვანი კერა იყო კულტურული მეფის ნაცვლის სასახლის ფონდიც ერთგვარი, სადაც გარდა იმისა, რომ აქედან იწარმოება პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური პოლიტიკა, სოციალური მიმართულებები საქართველოსი, აქვე არის გარკვეული ფონდი და იქნება გარკვეული ფონდი კულტურული ნიმუშებისა, ნახატების სახით, ბიბლიოთეკის სახით და შემდგომ უკვე მომავალი თაობების საღვაწია იმისთვის, რათა არ იქნას მივიწყებული და ჯერუნად დაფასებული იყოს. დიდი მადლობა. გაიხარეთ.